ისაც გინდათ ნამდვილი ფრანგული ცომის რეცეპტი კილო და 600-დან გამოგივათ 4-ია ეს უზარმაზარი ფენა, ნახეთ, რაც გინდათ გამოაცხეთ, თუ გინდა ბახლავა, თუ გინდა ხვეულები, თუ გინდა აი რაც გაგეხარდებათ, ეს არის კონვერტები ნაპოლეონი, აი რაც გინდათ უნიკალური, ნამდვილი ფრანგული ცომის რეცეპტი ხათოსგან მიყევით ბოლომდე რეცეპტს. მოგესალმებით ჩემი საყვარელო გამომწერებო, დღეს უნდა მოგიმზადოთ ვინაიდან ახალწლამდე დაგვრჩა რაღაც 3 დღე, დღეს უნდა მოგიმზადოთ უგემრიელესი ნამდვილი, ოღონდ ნამდვილი ფრანგული ცომის ზუსტი პროპორციებით, აქ მაგ 1 კილო უსტამი, აი ამით გამოგვივა 2 უზარმაზარი გუნდა, კილო 300-იანი გუნდა, ფენოვანი ცომით, რაც გინდა გააკეთეთ, თუ გინდა ხვეულები, თუ გინდა ნაპოლეონი, აი რაც გინდათ. ეხლა ბევრი რო არ ვილაპარაკო და დიდი ვიდეო რო არ გამომიდოს, ამ უსტამს აი ნახეთ აქ აწერია. დავჭრი კუბიკებად და მე უნდა გავაბტყელო რომბის ფორმა და უნდა გავყინო მაცივარში. ხა გაჩვენებთ და გავყინო მაცივარში. აი ესე ძალიან მარტივად ნახეთ, აი ესეთი თხელი ფირფიტა მივიღე, ეს უნდა იყოს ცივი. არ ძალიან გაყინული არ უნდა იყოს, არ ძალიან რბილი არ უნდა იყოს და ამიტომ ორივეს ესე გავაბტყელებ 500 გრამიან უსტამს და შევდებ მაცივარში. მანამდე კილო 600 წონა ექნება ფქვილს. სადღაც 900 მგ წყალი დამჭირდება, 1 ჩაის კოზი მარილი და 100 გრამი რბილი კარაქი მოვზელ ცომს და დაგიბრუნდებით. ძალიან მარტივია, უსტამი 6 კუბად დავჭერი და ეხლა ესე გადავაკრავ ამას და მივცემ თხელ ფორმას, გავიყვან ამ საფრთხელებით, უმარტივესია. ესეც მეორე პაკეტი და ეხლა ძალიან მარტივია ფოლიაში გავწყლება და ეხლა ვიწყებ ცომის მოზელას და უკვე როგორ დავკეცავ 3ჯერ, იმასაც გაჩვენებ და ზუსტ ისეთ რეცეპტს დაგიწერთ, რომ დედამიწის ზურგზე ყველა შეძლებთ ამ ნამდვილი ფრანგული ფენოვანი ცომის მომზადებას. ცომს საზელში მოვზელ, აქ არის ზუსტად კილო 600 ფქვილი, აქ არის 920 გრამი ყინული ვიცივი წყალი და 1 სავსე ჩაის კოზი მარილი. მოვზელ და სულ ბოლოს უნდა 100 გრამი ოთახის ტემპერატურაზე შერბილებული კარაქი და დაგიბრუნდებით. მყარი ხინკლის ცომი მოიძილა და ეხლა მაგ აქ მარტო 100 გრამი ნატურალური კარაქი და ამას შევაზელ, რომ ცომი გახდეს ელასტიური და უკვე დავიწყებ 9 საათი დავასვენებ და დავიწყებ აი იმ ჩვენი უსტამის მარტკუთხედების რომ გაფრთხილებული ცხიმის ჩადებას. ნუ მოიზილა ნახეთ როგორი ელასტიური, გელაპარაკებად ცომი და ეხლა გადავიტან სამუშაო მაგიდაზე და ზუსტად 9 საათში დაგიბრუნდებით. და ზუსტად 9 საათი, აი ცომს მივეცი ესეთი მოგრძო ფორმა და გავჭერი თვალის ზომით შუაზე. მორჩა. აი ესეთი ცომია ნახეთ. უნაზესი 100 გრამი კარაქის წყალობით და ეხლა როგორ გავაბტყელებ და როგორ ჩავდებ, იმასაც გაჩვენებთ. ესე იგი, ისე ზუსტად გამიჭრია, რომ თითო გუნდა არის კილო 230 გრამი. ეხლა ვთქვით ფორმას მივცემ და ჩავდებ გავბტყელებულ უსტამს. გავშალე დაახლოებით 50-50 და ეხლა შენახული ჩვენი გავბტყელებული უსტამი. ეხლა როგორ გამოიყურება. ეხლა ამას ესე ჩავდებ შუაში, ნახეთ. და აი ესე მიგოდიში შემეშალა, შემოსაკალე. აი ესე. სუნერის კითხვით. აი ესე ხედავთ? მართკუთხედი ხო, ეხლა უყურეთ ესე. აი ზუსტად თანაბრად ხდება ყველგან, აი. ნახეთ რა მარტივია. და ესე. აი. კონვერტი მივიღეთ, თანაბარი კონვერტი და ეხლა გავშლი ამას სიგრძეზე და როგორ გადავკეცავ იმასაც გაჩვენებ, მეორე გუნდასაც ანალოგიურად გავაკეთებ და დავასვენებ 9 საათი და ეს პროცესი უნდა გაიმეოროთ 3ჯერ. და ბოლოს განახებთ როგორი ფენები ექნება. გავაბტყელე ძალიან გრძლად და ეხლა ნახეთ როგორ ვკეცავ ესე
შეხედეთ, მიყურეთ ხელებში. ზოგს გონია, რომ თუ ბევრჯერ გადაკეცავს, უფრო მეტი ფენა იქნება, არა ჩემოსაყვარელო მეგობრებო. აი. სპიტნა დამეყარა მაგიდელზე და სუპიტნის. აი. აი ესეთი ფენა გამოგვივიდა უკვე რამხელა, ნახეთ. აი ესევე სიგრძეზე, ესე პიტნა დამეყარა და სუპიტნაშია ცომი, აი. ეხა ამას ესე შემოვახევ და 15 წუთით მაცივარში შევაბრძანებ და მეორეს დავამუშავებ. ანუ უზარმაზარი ცომი გვექნება, ორი უზარმაზარი ფენოვანი ცომი, რომელთაც რაც გინდა გამოაცხეთ. ესეც მეორე გუნდა, აი წამში გავაკეთე. ეხა ნახევარი საათით ამასაც გავკეთო და დაგებ სამჯერ უნდა გავაკეთოთ, სამჯერ უნდა გავშალოთ. მხოლოდ ნახევარი საათი შუალედები და ბოლოს რო გავავტყელებ ავწონით თქვენთან ერთად და გაჩვენებთ რა ფენები გამოვა. მივედით ფინალურ მომენტამდე, მე ესე იგი ცხიმის ჩადება არ ითვლება, იმის მერე კიდე სამჯერ გავავტყელე, ეს უკვე ბოლო დაკეცვა, ნახეთ, დამარტივია, აი ესე. ეს უკვე სამჯერ არის და ნახეთ, ეხა გავჭრი და დაგანახებთ რა ბედნიერება და რამხელა შუაში ზუსტად მინდა რომ გავჭრა. რა ცომი მივიღე და ეხა 4-ვეს დაგანახებთ სახლის პირობებში ნამდვილი ფრანგული რეცეპტი და იმ კონვერტებსაც დაგანახებთ აი იმ ცომით რომ ვაცხობთ. ეხა უყურეთ. სადარი ხამია დაგანახოთ ამისი ფენებით ვერ ავწევ პროსტა აი 4 შეხედეთ ფრანგული ცომის ნამდვილი რეცეპტი ხათოსგან თქვენ საახალწლო საჩუქრად მეყვარხართ.